დიდი ხანია რამე საზაფხულო დესერტის მომზადება მინდა. კენკრით და ბევრი კრემით. ინსტაგრამის ინსპირაციით ბევრი იდეა მქონდა. საბოლოოდ კი ამ ნამცხვარზე შევჯერდი. ისე მელამაზება, გაჭამენანებოდა. არ არის რთული მოსამზადებელი. პირველ რიგში დაჩოპერებული ორცხობილას ვუმატებ გაბნარ კარაქს. მე გამოვიყენე ფინური ბრენდის ვალიოს 82%-იანი კარაქი. ვალიო დიდი ხანია ქართულ ბაზარზე არსებობს და ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კარაქია. კარაქიანი ორცხობილა გადაგოგ ტარტის ფორმაზე და კედლები ამოყვავს. გამომაწვე 10 წუთი 180 გრადუსზე. შემდეგ შავი მოცხარი, ცოტა შაქარი, სახამებელი და წყალი ცეცხლზე წამოვადუღე. გადავუსვი ორცხობილის ზირს და შევდე მაცივარში. ეხლა მოვამზადოთ მოხაშული კრემი. შაქარი, ფქვილი და გრძე კარგად გადავურიე. მაინც საცერზე გადავწურე, რომ ფქვილის გაუხსნელი ნაწილები არ გაყოლოდა და დავდგი დაბალ ცეცხლზე. სულ თავზე ვედექი და გაუნმებით ვურავდი. ბოლოს წამოდუღდა და კრემის ფაფაც მზად არის. შევურიე კარაქი და ვანილი. როგორც ხედავთ, ისევ ვალიოს კარაქს ვიყენებ. სწრაფად გასაგრილებლად გადავიტანე სხვა ჭურჭელში და დავაფარე საკვები ცელოფანი ისე, რომ კონტაქტში ყოფილიყო კრემთან. საკვები პარკის გარეშე ზედაპირი გახმება და არ მოგეწონებათ. ვეღარ ვითმენი და სწრაფად რომ გაგრილებულიყო, საყინულში შევაგდე. შემდეგ გადავიტანე ნამცხვარში და კარგად გავასწორე ზედაპირი. ბოლოს სათითაოდ დავალაგე მოცვები. ძალიან ვსვილობდი სიმეტრია დამეცვა და ხაზებში გამესწორებინა. ბევრი ყურების და ფოტოების გადაღების შემდეგ როგორც იქნა გავბედე და გავჭერი და გემრიელად მივირთვით.